1 ივლისიდან ბოსფორისა და დარდანელას სრუტეებში გემების გავლის სატრანზიტო მოსაკრებელი ტონაზე $6,700-მდე იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ჯერ კიდევ მონტრეს კონვენციის შესაბამისად 1936 წელს შეთანხმებული მონტრეს კონვენციის შესაბამისად მიიღო. ახალი ტარიფები შეეხება გემებს, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტით სარგებლობენ, არ შედიან თურქეთის პორტებში და ეს ტარიფები ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება. 95% შეადგენს ას თანხმედრაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ წლიურ 15%-იანი ინდექსაციასთან. 93 წლიდან 2022 წლამდე სრუტეებში გავლის მოსაკრებელი უცვლელი რჩებოდა 1 ტონაზე 80 ცენტს შეადგენდა, თუმცა თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად 2022 წლიდან მოსაკრებელი ყოველწლიურად 1 ივლისს ახლდება. ბოლო წლებში მოსაკრებლის განაკვეთი შემდეგნაირად იცვლებოდა 2022-23 წლებში ეს იყო $1 და 80 ცენტი, 2023-24 წელში $4.9 2024-25 წლებში უკვე $5-ზე იყო, შემდეგ გახდა თითქმის $6 და აგერ განახლებული მონაცემებით $6.70 ეღირება. საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ახალი მონაცემების თანახმად 2025 წელს თურქეთის საწყლოსნო გზებზე გემების ტრაფიკმა მიაღწია რეკორდულ ნიშნულს და წელს ბოსფორისა და დარდანელას სრუტეებში სულ 84,640 გემა გაიარა, რომელთა ჯამში 1,580,000,000 ტონა ტვირთი გადაიტანეს. მთლიანად ტრანზიტიდან 40,172 გემა ბოსფორის, ხოლო 44,000-მა დარდანელას სრუტე გადაკვეთა. ამასობაში სხვათა შორის ირანმა და ომანმაც ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის გადასახადის დაწესების გეგმა შეიმუშავეს. არ საგჭირდება ეს თემა და ამ ინფორმაციით ომანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებს უკვე გადასცეს და ასევე დასავლელ მოკავშირეებსაც შესაბამისი წინადადება. ახალი ინიციატივა მიზნად საზღვაო მარშრუტის მონეტიზაციას და ტრანზიტის ახალი წესების დადგენას ისახავს. იმგვარად რომ და იმგვარი ფორმით რომ ვაშინგტონის დათანხმდეს მას. განმარტებისთვის ომანი, როგორც რელიგიურად ნეიტრალური და იმავდროულად ჰორმუზის სრუტეზე გასავლის მქონე შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანა თეირანის მხრიდანაც ოფიციალურად გაცხადებულია, როგორც ერთადერთი სახელმწიფო, რომელთანაც ირანი მსგავს ერთობლივ პროექტს განიხილავს. ხო და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით ამ ნაბიჯით თეირანი გადასახადის ისე დაწესებას ცდილობს, რომ ამან კონფლიქტი არ გაამწვავოს. თუმცა თუ შტატები ომანს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას აუგზავნოს, ირანი დამოუკიდებლად იმოქმედებს. ანუ ჩვენ თვითონ ავიღებთ მოსაკრებელს. რაც შეეხება ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციას, აქამდე ასე იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მარკო რუბიო პირდაპირ ამბობდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტის მონეტიზაცია დაუშვებელია. დანარჩენი ვნახოთ რა და როგორ მოხდება, როცა საქმე ფულს და მილიონობით შემოსავალს მიდგება ჰორმუზის სრუტედან. სხვათა შორის გუშინ დაგეგმილი შეერთებული შტატებისა და ირანის მაღალი დონის პირდაპირ შეხვედრა ჩაიშალა, გულისხმობ ჩაიშალა ისე, რომ არსებული ინფორმაციით ირანის ოფიციალურმა პირებმა პირდაპირ კონტაქტზე შეერთებული შტატების დელეგაციასთან კვლავ არ განაცხადეს და როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილების გამო დიპლომატიური პროცესი ყატარის პრემიერ-მინისტრის საშუალებით მხოლოდ არაპირდაპირ ტექნიკური დისკუსიებით შემოიფარგლებოდა. გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე გლობალურმა ბაზრებმა არაერთგვაროვანი რეაქციაც გამოავლინეს. Wall Street-ის შეეჩვია პრინციპში ბირჟა Wall Street-ზე არ აღუქვამს რაიმე წარმოუდგენლად ეს ამბავი. ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასები მცირედით გაიზარდა, თუმცა შემდგომ იკლო და ამ დროისთვის ნედლი ნავთობის ფასი უკვე $68-ზეა ჩამოსული, რასაც ვაკვირდები, მოიცა კიდევ ერთხელ შევხედოთ მეგობრებო ერთი წამი. კი ბატონო, ასეა, უკვე 67-ზეც არის, ოდნავ თითქმის 68 არის. რაც შეეხება ბრენდს 71-ის ფარგლებშია და დიდი ხანია $60 ჩამოსდა რუსული იურალსი და ის ამჟამად 57-ად ივაჭრება რა? მე ვერ გეტყვით რომ იმ ფონზე რომ რუსეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან იწყებს საწვავის იმპორტს, შეიძლება ითქვას რომ ამ ქვეყანაში რაიმე ივაჭრება. მოდით ციტირება გავუკეთოთ რუს პოლიტიკოსებს და მმართველებს ვითარებაზე რაც შეიქმნა საწვავთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში. გადაჭარბებული და ემოციური მოთხოვნა საწვავზე საჭიროებს დაბალანსებას. და ამოდენა ქვეყანა, რომელიც ლამის მთელ აქეთა კონტინენტს ამარაგებდა საწვავით და ნავთობით, რატომ არის დეფიციტის წინაშე, ამაზე ცხადია არავინ არაფერს ამბობს.
ამ დროს მიზეზი მარტივია, აი სათქმელად კი ძალიან რთული. უკრაინა მოახერხა და გამოიყვანა მწყობრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების დიდი ნაწილი. და ბოლო ამბებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ უფაში მდებარე მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სხვათა ეს ბოლო კვირაში მეორე იერიშის მიტანაა და ეს დაადასტურა ზელენსკიმ თავისი ერთ-ერთი გამოსვლიდან და ის ასევე წერს, რომ უფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საპოხი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია რუსეთში და ეს ქარხანა სხვათა უკრაინის საზღვრიდან არც მეტი და ნაკლები 1000 კილომეტრის მეტით არის მოშორებული. და უკრაინამ ასევე დაარტყა რაკეტების კომპონენტების მწარმოებელ ქარხანას რუსეთის პენზის ოლქში და მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრის 500 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ესეც სხვათა პრეზიდენტმა ზელენსკიმას დაადასტურა, ესეც თქვენი წყარო ანგნებავთ მიზეზი, თუ რატომ არის საწვავის დეფიციტი რუსეთში. დიდი ალბათობით ეს დარტყმები რუსეთში მხოლოდ გაძლიერდება, ის მიიღებს სისტემურ ხასიათს. სისტემურ ხასიათს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წარმოებაც გაიმართა უკრაინაში დრონებისა და მხოლოდ წელს უკრაინა წლის ბოლომდე აპირებს 10 მილიონი დრონის გამოშვებას და რაც მთავარია შესაბამისი რესურსიც გამოძებნილია და აგერ დასტური კიდევ ერთხელ ამ რესურსისა ევროკავშირმა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესასყიდად 3 მილიარდ 900 მილიონი ევრო უკვე გადაურიცხა უკრაინას და როგორც ირკვევა აღნიშნული ტრანში იმ 90 მილიარდიანი სასაზღვრო ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც ევროკავშირმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაამტკიცა და მიმდინარე გადაძრიცხვას წინ ევროკომისიის მიერ 25 ივნისს განხორციელებული პირველი ტრანში უძღოდა, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ ქვეყნის სახელმწიფო ფინანსების ხარდასაჭერად 3 მილიარდ 200 მილიონი ევრო უკვე მიიღო. და კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ ომში უკრაინის სამხედრო აღჭურვილობის და ამუნიციის ზრდაზე მეტყველებს, ამის წყარო სააგენტო Reuters-ია, უკრაინამ გერმანულ სამხედრო კომპანია Rheinmetall-თან რამდენიმე 1000 ერთეული 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა და როგორც ირკვევა, გარიგების ღირებულება რამდენიმე 10 მილიონ ევროს შეადგენს. და ერთიც ნავთობის თემიდან, ვიდრე სხვა ამბებზეც გადავალთ, როგორც დაგეგმილი იყო და გაწერილი, მათ შორის ხელშეკრულებითაც, აზერბაიჯანული სააგენტო APAS ინფორმაციით ივლისიდან ბაქო-თბილისი-ჯეიხანის, ანუ BTC-ის ოპერატორობას British Petroleum გადააბარებს SOCAR-ს და ამით BP დაასრულებს საქართველოზე გამავალი 2 მილსადენის ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ოპერატორობას. აგენტოს ცნობით მილსადენის ოპერატორობის SOCAR-ი ან ბაქო-თბილისი-ჯეიხანის სამივე მონაკვეთზე საუბარია აზერბაიჯანი, საქართველოში და თურქეთში შეასრულებს. ანუ SOCAR-ი დაფარავს სამივე ქვეყნის მენეჯმენტს ლოკალურს, ცხადია, თუმცა მენეჯმენტი საერთოდ ისედაც SOCAR-ის არის. განსხვავებით ბაქო-სუფსისგან, რომლის ქართული მონაკვეთის ოპერატორობაც საქართველოს მთავრობამ BP-მ 2026 წლის ივნისიდან გადასცა. და ერთიც, ჩემი აზრით, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე თუნდაც იგივე BTC მენეჯმენტის ფორმალური ცვლილება არის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, Black Sea Petroleum-ი აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ. 2026 წლის პირველი ნახევრისთვის Black Sea Petroleum-მა უზრუნველყო 650,000 ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება. საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან, მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა და ენერგიის მიმართულება. 2027 წლის პირველ კვარტალში ამბავი პირველი, კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისთვის. ამბავი მეორე, რომელიც შესრულდება 2027 წლის მეორე კვარტალში. საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა უკვე აწარმოოს არც მეტი და ნაკლები საავიაციო საწვავი. ეს ყველაფერი საქართველოში ხდება. მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია BSP აცხადებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას და აღნიშნული Black Sea Petroleum-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის გზას მაღალ მარჟინალურ ბაზრებზე. Black Sea Petroleum-ი აგრძელებს ასევე სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომელიც დღე პირველიდან გაიწერა საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეტანას საქართველოს ეკონომიკურ
განვითარებაში და წინ ძალიან ბევრი ამბავია, რომელიც ადგილობრივ წარმოებას ეხება და რომელიც ეხება საქართველოს მომარაგებას უმნიშვნელოვანესი ნავთობპროდუქტებით, რაც მას სრულად თვითმყოფად და თვითგმარსაც გახდის. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიევმა დააფასა, უბრალოდ დააფასებს დღეს საღამოდან გამომდინარე ეს აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უზბეკეთის სააგენტოები და საქართველოს სააგენტო ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ. ეს იქნება პირველი ვიზიტი უზბეკეთის პრეზიდენტისა საქართველოში, გაიმართება ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. ეს საღამოს 6 საათისკენ შედგება. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და რეგიონალური დღის წესრიგსაც მიმოიხილავენ და უზბეკეთი მინდა იცოდეთ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ეს პერსპექტიული ქვეყანა არა მხოლოდ დედამიწის აი ამ ნახევარსფეროში, ანუ მთელ სოფლიოში. და ეს არაერთხელ ყოფილა სხვათაშორის აღნიშნვის ღირსი მსოფლიო ლიდერებისგან. ღირს გავიხსენოთ რუსეთის პრეზიდენტის ექიდნური კომენტარი საფრანგეთთან უზბეკეთის დადარებაზე, სადაც ვლადიმერ პუტინი იშველიებს უკანასკნელ დემოგრაფიულ მონაცემებს, რომ უზბეკეთი ყოველ წელს დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს იმატებს მოსახლეობის სახით, ანუ შობადობის და ნამატის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ. და ამას თუ დაუმატებთ, რომ უზბეკეთის მოსახლეობა მალე 40 მილიონს მიაღწევს და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ერია, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების თანხლებით უზბეკეთს შეუძლია ცენტრალური აზიის და პლანეტის ერთ-ერთ ლოკომოტივათაც გახდეთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. მანამდე გადავხედოთ ჩვენი და უზბეკეთს შორის ურთიერთობებს ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით საქართველოს-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობები გარკვეულ პარამეტრებით ჩანს, რომელიც არც ისე მოცულობითია, თუმცა ბოლო წლებში ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა ეს დადებითი ტენდენციით ვითარდება, მაგრამ ეს ძირითადად კვლავ ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. მცირეა საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რემიტენსები ან ფულადი გზავნილები, თუმცა მზარდია უზბეკი ტურისტების მხრიდან საქართველოსი დაინტერესების მაჩვენებლები. ამასთან უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უზბეკეთის ბაზარზე გასვლით საქართველოსთან უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება და ამ მიმართულებით ქართული კომპანიები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 2020 წლიდან TBC უზბეკეთის ბაზარზე შევიდა და განვითარება დაიწყო და TBC-მ ქართული ბიზნესთვის უზბეკეთში ფაქტიურად ყინულჭრელის ფუნქცია შეასრულა. რაც შეეხება ინვესტიციებს, აქაც ბევრი არაფერი. ისტორიულად საქართველოში უზბეკეთიდან პირდაპირ ინვესტიციების ჩადება დაიწყო 2009 წელს. რიცხვები არც ისე დიდია, ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში ჯამში 19 მილიონი დოლარის უზბეკური ინვესტიცია ჩაიდო. ჩვენს ქვეყანაში უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებით და სტუმარ მასმიზლობით ინტერესდებიან. ოფიციალური მონაცემებით 2025 წელს საქართველოში მხოლოდ 220,000 დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. 220,000 დოლარის და პირველ კვარტალში უზბეკური FDI-ის მოცულობა 276,000 დოლარს შეადგინა. 2025 წლის მონაცემებით ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 28%-ით 309 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა, როგორც გითხარით, ძირითადად საქართველოსთან უზბეკეთის მიმართულებით ავტომობილების ექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული, რომელიც დიდწილად საბოლოო ჯამში ეს ავტომობილები რუსეთის ფედერაციაში იდებს საბოლოო პატრონს თუ ბინას თუ რაც გინდა გარაჟს. და თანახმად ბოლო მონაცემებისა ფარეხს გასული წლის ზრდის შემდეგ 2026 წლის იანვარ-მაისში უზბეკეთთან სავაჭრო ბრუნვა 90 მილიონამდე შემცირდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამ პერიოდში 99,9 მილიონ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტი უზბეკეთში შეცვლილია და წელს 64 მილიონ 200,000 დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში უზბეკეთში ავტომობილების ექსპორტი ღირებულებაში 18 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო უმსხვილესი საქონლის დაფასებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 6 მილიონით თითქმის 19 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება იმპორტს, 2025 წელს უზბეკეთიდან საქონლის იმპორტი შემცირდა 99 მილიონი დოლარი იყო წლიურად, ეს 6%-იანი კლებაა და შემცირების ტენდენცია გაგრძელდა წელსაც პირველ 5 თვეში და ჯამში აი ამ პერიოდში უზბეკეთიდან 25 მილიონ 900,000 დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ. წლიურ-წლილში იმპორტის კლება ძირითადად მაინც სპილენძის და მავთულის და ნავთობპროდუქტების გადმოზიდვის შემცირებით არის განპირობებული. ასე რომ დაველოდოთ საკმაოდ საინტერესო თემებით შეიძლება გადაიჭრას და დაიძრას
ცხადია ამ ქვეყანასთან მიმართებით, სადაც ძალიან ბევრი ქართველი პროფესიონალი მუშაობს, სხვათა შორის უმაღლეს პოზიციებზე, სხვადასხვა კომპანიებში და როგორც მოგახსენეთ, TBC უზის კვალობაზე უკვე ბევრი ქართული კომპანიაც დამკვიდრდა უზბეკეთში და ცდილობს საქმიანი ფრთების გაშლას. ამ არჩეულებრივ ქვეყანაში ხო და გაშალეთ ეს ფრთები და რაც თავარია არ შეაჩეროთ ფრენა, ბარაკა და წარმატებები.